ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით, ფიქრობ გაინტერესებთ თუ რითი იყო საინტერესო 14 ოქტომბერი ქართული და უცხოური შოუ ბიზნესისათვის. ეთერშია ინფორმატორი ლაილაისთან ერთად და მე კიდევ ერთხელ გილოცავ წვეთობის დღესასწაულს. თუ თქვენ მხიარულად გაატარეთ დღევანდელი დღე, დარწმუნებული ვარ განტვირთვისათვის საუკეთესო საშუალება შოუ ბიზნესის სიახლეების მოსმენაა. მაშ ასე დღეს გთავაზებთ. გაიხსნა ნიდერლანდური ქართული კულტურის დღეები. 15 ოქტომბერს სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს პირდაპირ ეთერშია ჯგუფი A სტუდიო. გიგა მიხაბერიძე ახალ ალბომს უშვებს. თბილისში გაიხსნა ნიდერლანდური ფრანგიული ქართული კულტურის დღეები, რომლის პროგრამითაც მოეწყო პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ნიდერლანდელი პოეტი სტეფან ჰერტმანსი. აგრეთვე დაგეგმილია კინო რეტროსპექტივა და ფოტოგამოფენები. ქართველი სტუდენტების ენთუზიაზმის და ზოგადად კულტურით დაინტერესებულებთა მხარდაჭერით ცენტრმა არ დაახოვნა ფართე საზოგადოებისთვის კულტურული პროგრამის მომზადება. იდეა დაიბადა ბატონი პოეტის თავში. ძალიან დაინტერესდა ვინაიდან საკმაოდ ღრმად იმუშავა მედეას თემაზე. და იცოდა რომ მედეა ქართველი არის თან ძალიან დიდი და საინტერესო მონოლოგი დაწერა ძალიან ძლიერი და იმაში სულ ეუბნება რომ mede ბერძენი არ არის, მაგრამ ქართველი არის. De oudste huizen worden ingeruild voor nieuwe puin en gladde steen reikt al de hand aan ouder puin. Maar ik heb van de milkwoord in de kamer. თავისთავად ძალიან კარგია, როდესაც ასეთი ინტეგრირება ხდება ლიტერატურული თვალსაზრისით, რომ ნიდერლანდელი ავტორები ითარგმნებიან ქართულად და სამწუხაროდ ქართველი ავტორები არ ითარგმნებიან ნიდერლანდურად, მაგრამ გამოჩნდება ისეთი ახალგაზრდობა ოდესმე, რომელიც ჩავა ამსტერდამში დაწერს პროექტებს, ვთქვათ, რაღაც თანხებს მოიპოვებს და ჩვენ სწავლთ იქა და ჩვენ პოეტებსაც თარგმნიან. ღმერთმა ქონას Dat blind leidt naar het gezicht. Misschien dat ik die wolk toen al één ogenblik in... არსებობს ძალიან კარგი ორგანიზაცია ნიდერლანდური ენის კავშირი ჰააგაში და ინტეგრავეს დიდი ძალისხმევით, რომელიც ჩემი ნამუშევარს კარგად იცნობს. მათ ამპატიჟეს მე და ამიტომ ჩამოვარდი. Uitgenodigd en ik ben daar zeer graag op ingegaan omdat ik პრინციპში მთლიანობაში სამი ღონისძიება არის. 4 შაბათიდან კინოსახლში გავგრძელებთ კინო რეტროსპექტივით. იქ იქნება ქართველი რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმები და ჰოლანდიელი რეჟისორი ალექს ფონ ვარმერდამის ფილმები. და ძალიან საინტერესო არის შედარება. მერე მესამე ნაწილი მაშინ ჩამოვა ანტვერპენიდან, ანტვერპენის ფოტოგრაფიის მუზეუმიდან ჩამოვა გამოფენა. და გამოფენა იქნება თანამედროვე ფოტოგრაფია ფლანდრიიდან. სულ ცოტა დრო რჩება ჯგუფ A სტუდიოს ვიზიტამდე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მოუთმელად ველი მათ ჩამოსვლას. სხვათა შორის A სტუდიოს ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ სიახლეები გელით მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერშიც. 15 ოქტომბერს 19 საათიანი ინფორმატორის შემდეგ ჯგუფი A სტუდიო პირდაპირ ეთერში გიმასპინძლებთ მამუკა ბერიკასთან ერთად. თქვენ საშუალება გექნებათ შეასრულოთ პოპულარული სიმღერების კარაოკე ვერსიები და ასევე დაგვიკავშირდეთ და დაუსვათ შეკითხვები სტუმრებს პირდაპირ ეთერში. ასე რომ გირჩევთ აქედანვე დაიწყოთ მზადება კიდევ ერთხელ გაიხსენეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი სიმღერები და გამოამჟღავნეთ თქვენი სიმპათია A სტუდიოს მიმართ. მაშ ასე 15 ოქტომბერს 19 საათიანი ინფორმატორის შემდეგ ნახეთ მაესტროსა და პირველი სტერეოს პირდაპირ ეთერში პოპულარული რუსული ჯგუფი და შემდეგ მხიარულება სპორტის სასახლეში და აჭარა მიუზიკ ჰოლში გააგრძელეთ. Маэстро, маэстро, да. До встречи. Адиос. პირველი რადიოს იგივე რადიო 106.4-ის ეთერით გრძელდება პროექტი ყველაზე ცოცხალი. ამჯერად მათი სტუმარი იყო ჯგუფი ნიება SSSR, რომელიც ცნობილია თავისი თანამედროვე ალტერნატიული სტილით.
მეორე გამოგადაცემა ამ პროექტისა ეთმობა ჯგუფს New SSR და კოტე კალანდაძე ამ ჯგუფის სოლისტი და ლიდერი. ამ მუსიკას ვინც იცნობს, ხო, ეს არის თანამედროვე ასე ვთქვათ, ალტერნატიული მუსიკა, რომელსაც ეს ჯგუფი ქმნის და მინდა ვთქვა, რომ კოტე გარდა ამ ჯგუფისა, თქვათ, აქვს მეორე პროექტიც SPID, ეს ინგლისურენოვანია. New SSR ეს არის რუსულენოვანი ძირითადად. თუმცა დღეს ინგლისურენოვანს იმღერებსაც იმღერებენ. ჯგუფს აქვს ჩაწერილი ერთი ალბომი, გამოშვებული არის ჩაწერილი. და რატო ნება SSR და იმიტომ რომ რა ვიცი ნოსტალგია გვჭირს ეთყობა აი SSR-ის დროის და ნება კიდე როგორც ერთობა ესე გიგა მიქაბერიძე ახალი ალბომის გამოსაშვებად ემზადება. ამ წუთას ჩემი ალბომის ყბებზე ვაწერ ხელს, რათა იყოს ჩემი ავტოგრაფი და კიდე რას ვიტყვი, ალბომს აი როგორც ხედავთ, შეგიძლიათ დააფიქსიროთ, ქვია პირამიდები. შედის 10 სიმღერა, თუ თბილისის მეშვეობით გამოვიდა. დიზაინი საკმაოდ მაკმაყოფილებს და არის მოთავსებული კარგი ფოტოები, რომელიც გადაღებულია ვოვა ბუჭულაძის მიერ. არის მოთავსებული 9 სიმღერის ტექსტი. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მათთვის, ვისაც კარგი ჩაცმა უყვარს, სურს გამოიყურებოდეს ელეგანტურად, ან თუნდაც თანამედროვე ჩაცმის სტილს ანიჭებს უპირატესობას, შეუძლია ესტუმროს ახალ მაღაზიას სახელწოდებით პარიზი. ინფორმატორი მის პრეზენტაციას დაესწრო. მაღაზიაში შესვლის შემდეგ შეიძლება თავი ნამდვილად პარიზში გეგონოთ. ხუთიდან 8 სექტემბრამდე პარიზში ტარდებოდა გამოფენა, სადაც მთელი მსოფლიო იყრის თავს და ეს ყველა ელიტარული ფირმები, ასე ვთქვათ, წარმოადგენენ თავის პროდუქციას. და მე შევეცადე ქართველი ქალბატონებისთვის ამჯერად წარმომედგინა ის ტანსაცმელი და ის კოლექციები, რომლებიც აქ ჯერ არავის არ უნახიათ. ერთ-ერთი ფრანგული ფირმა არის, მისი დასახელებაა ლორენ ვიდალი. ეს ფირმა 100 წელზე მეტია, დაახლოებით 150 წელია, თუ არ ვცდები, შეიძლება ცოტა ვიტყვებოდე, რაც ფუნქციონირებს, მაგრამ ვთქვათ, ყოველწლიურად იცვლება დიზაინით და კოლექციაც. ყველაფერი ფრანგული არ არის, მინდა ვთქვა, აქ არის იტალიური და ინგლისური ფირმები. მეორე ფირმა არის ეს არის ინგლისური ფირმა, მისი დასახელება არის ჯინა ბაკონი, რომელიც ვთქვათ, ლონდონში აცვიათ ქალბატონებს. ეს უფრო საღამოს გამოსასვლელი ტანსაცმელია. არის კიდევ ფირმა ჩორიზია. მინდა გავახარო სრული ქალბატონები. იმიტომ რომ
საქართველოში გენეტიკურად თქვათ გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ როდესაც ქალბატონი ცოტა ასაკში შედის, სისრულისკენ აქვს მიდრეკილება და მინდა ვთქვა, რომ აქ არის წარმოდგენილი ტანსაცმელი, ეს არის უმბერტო მონზას ფირმა, რომელიც ასევე სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება, გარდა საფრანგეთისა. და იცით, ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ ლეკალო არის ისე აჭრილი, რომ ყველანაირ თქვა სისრულის ესე უხშად რო თქვა დეფექტებს და იმას ყველას წარმოაჩენს ისე, რომ ქალბატონს თავისი თავი ძალიან მოეწონება. მე შემიძლია გითხრათ, რომ რასაც იცმევენ პარიზში, იტალიაში და საფრანგეთში, ცოტა შეიძლება ვთქვათ ესე გაბერილად გამომივიდეს, მაგრამ ნამდვილად ასია, რასაც იცმევენ იქ, იმას შეიცმევენ აქ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.